Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში უკვე სტუმართან ერთად სვირფასო ტელემაყურებლებო შეგახსენებთ რომ გასულ კვირას წაკითხული იქნა სახარება რომელიც მოგვითხრობს მაცხოვრის მიერ ქვრივი დედაკაცის გარდაცვლილი ძის აღდგინებას ნაინში და სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგუტიშვილი. დაგლოცოთ უმერთმა მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებელს. თითქმის შეიძლება ითქვას რომ უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი შეხვედრების დროს ძირითადად ვეხმაურებით ხოლმე იმ სახარებას რომელიც კვირას იქნება ხოლმე წაკითხული ტაძრებში და ტრადიციულად ვიწყებთ ასე შევახსენებთ ხოლმე ტელემაყურებელს მის მოკლე შინაარსს და აი ახლა ამით რომ დავიწყოთ ჩვენი საუბარი რას მოგვითხრობს კონკრეტულად როგორ ვითარდება აი ამ პროცესის სიუჟეტი ასე ვთქვათ. შევეცდები გითხრათ ორიოდე სიტყვით, თუმცა კი გამოვეხმაურები ჯერ თქვენს მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომ ამ ტრადიციას რომ რაღაცა კვირის სახარებებს ვეხმიანებით, იმიტომ რომ ეს კვირის სახარებები არაერთ გზის მithქვამს აღმენიშნავს მე თქვენს გადაცემაში, თუმცა კი კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქრისტიანისთვის არ არის შემთხვევით მოხვედრილი, რომ აი ესე თითი დაადეს, რომ მოდი ეს სახარება წავიკითხოთ ამ კვირას და ისა ყოველთვის ეს სახარება რაღაცას გიყვება და განიშნებს და რაღაცნაირად როგორც აი კიბის საფეხურები მრავალგზის მithქვამს ესე უნდა ავიდეს ადამიანის სული რაღაცას ეცად უნდა ამაღლდეს და რაღაცას სწავლებას გვაძლევს ისეთ სწავლებას რომელიც სწავლებითაც ჩვენ უნდა გავიზარდოთ. რაც შეეხება თვითონ ამ სახარებას ძალიან პატარა მოკლე არის და მოცულობით ფაქტიურად ის რაც თქვენ თქვით შეიძლება ამ ორიოდე სიტყვით ითქვას რომ ეს არის ერთი ქვრივი დედაკაცის შესახებ მოთხრობილი ამბავი, რომელსაც ერთადერთი ძე ყავდა, ვაჟი, გარდაეცვალა ეს ვაჟი და მაცხოვარ შეეცოდა, როდესაც იხილა ესეთი გულდამწვარი დედა ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორ ტიროდა თავის შვილს, შეაჩერა ეს პროცესი და ეს ვაჟი აღადგინა მკვდრეთით, რომელიც თავის დედას გადასცა ამ ვაჟმა, რა თქმა უნდა, ასე იგი დაამშვიდა სავარაუდოდ თავისი დედა, თუმცა კი ეს არ წერია და ხალხი გაკვირებული აი ამ ფაქტს წერია ეს რომ აღდგენისთანავე ლაპარაკს იწყებს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემთხვევით არ არის ეს. მაგრამ უნდა გითხრათ რომ აქ ძალიან ბევრი რაღაცა ტრადიციული და ისტორიული ამბავიც არის რაც ამ შემთხვევაში ხდებოდა, მაგრამ აქვს ძალიან დიდი სულიერი მნიშვნელობაც ამასთან ერთად. დავიწყებ იქედან რომ ესეთი რამ წერია ამ სახარებაში რომ ისინი შეეგებნენ ქალაქის კარიბჭიდან გამოდიოდა ეს პროცესი. დასაფლავება ხდებოდა ყოველთვის ქალაქ გარეთ. ამას ებრაელებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა სასაფლაო ყოფილიყო ქალაქში დასახლებულ პუნქტთან ახლოს. მეცაც გეტყვით, მიცვალებულთან შეხებაც კი ადამიანს გაუწმინდურებულად აი ესე ითვლებოდა და ამის შემდგომ რაღაცა გარკვეული განწმენდის პროცესი უნდა ჩატარებულიყო, მღვდელთან უნდა მისულიყო ადამიანი. ამას თავისი ტრადიცია აქვს, ისევე როგორც არ შეჭამდა ებრაელი არავითარ შემთხვევაში საჭმელს თუ აი ესე პირდაპირ ჯულში იყო ეს განსაზღვრული რომ სანამდე უნდა აეკეცა მას სახელოები აი ესე მაჯებამდე და მაჯებიდან უნდა დაებანა ხელი. ამას ყველაფერს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი 40 წლის განმავლობაში უდაბნოში იყო. მოდიოდნენ ისინი ეგვიპტიდან აღთმულ ქვეყანაში. ამდენი წელი კი არ სჭირდება იქედან იქ მისვლას, მაგრამ ფაქტია რომ ცხოვრობდნენ ამ უდაბნოში და ძალიან მკაცრად იყო განსაზღვრული ჰიგიენის ნორმები, იმიტომ რომ იქ რომ რაღაცა ერთი ბაქტერია ესეთი გავრცელებულიყო და გადადებოდა იქ მოგეხსენებათ სამედიცინო საშუალებები ჰქონდათ მაშინ ამ უდაბნოში თუ რაღაც საავადმყოფო სადაც შეიძლებოდა ადამიანი მიგეყვანა და თავით აგეცვა რაღაც იმისგან ამ ვირუსისგან. ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან მკაცრად იყო განსაზღვრული და მათ შორის აი ამ მიცვალებულთან ურთიერთობისაც რომ რაღაც მოგეხსენებათ მაღალ სიცხეში ადრიულად ფუჭდება ადამიანის სხეული, გარდაცვლილი ადამიანის სხეული და აქედან გამომდინარე იყო. ამიტომ ყოველთვის ქალაქ გარეთ იყო. ასე რომ მოთხრობილი ამბავი არ არის საკვირველი რომ ქალაქიდან გამოდის პროცესი და სწორედ ამ დროს შეხვდება მათ მაცხოვარი რომელიც აი ამ ქალაქისკენ მიემართება. და დაინახავს ამ გულდამწვარ დედას. სავარაუდოდ ალბათ ასე უნდა ვთქვათ რომ მას ერთადერთი შვილი იმიტომ ყავდა რომ ადრეანად დაქვრივდა და ამის შემდგომ ძალიან პატიოსნად და წესიერად იცხოვრა და აი ამ ერთადერთი შვილი ესე იგი ხარობდა და ეს იყო მისთვის ნუგეშიც სიხარულიც და ხა ვერავინ ვერავის ვერ შეცვლის ამ ცხოვრებაში, მაგრამ ის რომ მას ქმარი გარდაეცვალა და ქვრივია და რაღაცა უბედურად თვლი შეიძლება თავს ერთადერთ სიხარულს ეს ვაჟი ანიჭებს და წარმოიდგინეთ ეს ნუგეშიც დაკარგა ადამიანმა და რა მდგომარეობაში იყოს მდგომარეობაში შეიძლება წარმოვიდგინოთ ადამიანი. ძნელია ხა ამას რაღაცა
წარმოდგენითაც კი ძნელია, როგორ მდგომარეობაში შეიძლება იყოს ეს ქალბატონი, რომელიც მაცხოვარ შეეწოდება და შეაცერჩერებს ამ პროცესს, როგორც უკვე მოგახსენეთ და აღადგენს მკვდრეთით აი ამ ვაჟს. მაგრამ რა სწავლებაც ჩვენ, ძირითადი სწავლება ჩვენ შეიძლება მივიღოთ აი ამ სახარებიდან, გახლავთ ერთი ამბავი, რომ როგორც კი ეს ვაჟი გაცოცხლდება, მაშინვე დაიწყებს ლაპარაკს. აი რაც წეგან ვახსენეთ. და რა მნიშვნელობა აქვს ამას? და თავის დედას გადასცემსო და თავის დედასთან მივა და იცნობს ის ადამიანი თავის დედას. ანუ მას ახალი სიცოცხლე კი არ მიუღია. მასში დაბრუნდა ის სული, რომელიც მასში იყო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ სული, როდესაც გავიდა ადამიანისგან, ეს სული კი არ გამქრალა. ანუ რაღაცა არარსებობაში კი არ გადასულა. ეს სული არსებობას განაგრძობდა, ოღონდ სხვა მდგომარეობაში, რომელიც ჩვენთვის უცნობია, რომელიც ჩვენთვის მხოლოდ გადმოცემებით შეიძლება იყოს ესეთი რაღაცა მოთხრობელი სახარებისეული ან წმინდა მამათა მიერ განმარტებული. მაგრამ რა მდგომარეობა ზუსტად ამისი წარმოდგენა ჩვენს გონებას არ შეუძლია. და იგივე სული ბრუნდება მასთან. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა, რომ მას თავისი დედა ეცნო, ეს რომ ყოფილიყო ახალი სული, იმიტომ რომ ბავშვი, რომელიც დაიბადება, ახალშობილია, მას აქვს ხოლმე ესეთი სული. მას ჯერ მეხსიერება არ გააჩნია, იმიტომ რომ დასამახსოვრებელი არაფერი გონია. და ამ ადამიანმა ხომ რაღაცა გარკვეული წლები იცხოვრა და მის მეხსიერებას უკვე ესეთი შენახული აქვს რაღაცა როგორც თაროებში საგილებლები. იქ დედა ვინ არის, მამა ვინ არის, რაღაცა შეგრძნება რა რითიც ადამიანი გებულობს ეს ხუთი გრძნობის შესახებ, თქვა ხედვით თუ ყნოსვით თუ სმენით თუ შეხებით, აი ასე შემდგომ აი რითიც ღებულობს და მეხსიერებაში რაღაცას ინახავს, აი ეს ყველაფერი მას უნარჩუნდება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ ამ სახარებისა. ერთი ის, რომ სულის უკვდავებაზეა ლაპარაკი, რომ ეს სული არსად არ ქრება და იგივე სული ბრუნდება მასში, ასე რომ მკვდრეთით აღდგომის შემდგომ, საყოველთაო მკვდრეთით აღდგომას გულისხმობ, მეორედ მოსვლის შემდგომ, ყველა ადამიანს თავისი სული დაუბრუნდება და ყველა ადამიანს მეორე მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის, ექნება მეხსიერება. და ეს მეხსიერება ძალიან საშიშია იმ ადამიანისთვის, ვინც ცოდვილია, იმიტომ რომ მასულ ეს ცოდვები გაახსენდება და ამის გამო სწორედ სამართლიანობა, რატო იქნება უსამართლოდ არ მოხდება ეს განსჯავრა, რომ ვამბობთ, რომ სამართლიანობა იქნება, რომ ის თავის ცოდვებს რომ გაიხსენებს, ვეღარც კი გაბედავს, რომ იქ მარჯვენით დადგომის პრეტენზია. თავისი გამოცდილება, ცოდვითი გამოცდილება აი ეს ყველაფერი მას ახსოვს. და ნახეთ ეს მეხსიერება როგორი რაღაცა არის, რომ აქ რასაც აკეთებს ადამიანი, მერე იქეთ გადაყვება ესეც. იქაც ინარჩუნებს ამ მეხსიერებას. და ეს მდგომარეობა ნახეთ როგორია ადამიანის სულისთვის, რომ თუ აქ რაღაცაზე ისეთი მიდრეკილება აქვს, მიჯაჭვულობა აქვს, აი ჩვენ გვისაუბრია სხვადასხვა დროს აი ამ თემაზე, რომ მაგალითად ადამიანი, რომელიც არის რაღაცაზე დამოკიდებული, მაგალითად ალკოჰოლზე და არ შეუძლია ამის გარეშე რომ ყოველდღე თუ ესე იგი არ გაბრუნდა და არ დათვრა. აი ეს მეხსიერება, მოთხოვნილება გადაყვება იქ სულს და ვეღარ იკმაყოფილებს ამას, იმიტომ რომ სხეული არ აქვს. და სულს არ შეუძლია რომ ესე რაღაცა დალიოს და დათვრეს და ესეთი რამ გააკეთოს. ამის შესაძლებლობას კარგავს უკვე და აქედან გამომდინარე ეს უკვე ერთგვარი სატანჯველია მისთვის. ასე რომ ჩვენი მოღვაწეობა ამ ქვეყნიური ეს ეხება ლოცვას და მარხვას. სწორედ ამაში წვრთნის ადამიანს, იმიტომ რომ მრავალგზის გვითხოვს, მარხვა არ არის ის რომ რაღაცა საგრძალავ, ესე იგი დღეს რომ ხორჭამდი და ხვალ არ შეჭამ. მარხვა არის სხვა მდგომარეობა. ანუ შენ თავისუფლებას ანიჭებს შენ სულს, რომ სულს შეუძლია იბატონოს რაღაცაზე და პირიქით კი არა, თვითონ კი არ არის რაღაცაზე დამონებული. რაღაცაზე შეუძლია უარის თქმა. აი ამ მეხსიერებით გადასულ სულს უადვილდება იქ ცხოვრება, იმიტომ რომ ამ ქვეყნიურობაზე მიჯაჭვულობა აღარაფერზე აღარ რჩება. ალკოჰოლია თუ რაღაცა ნებისმიერი სხვა სიამოვნებას რაც ანიჭებს ადამიანის სხეულს, მას შეუძლია თამამად თქვას ამაზე უარი. იმიტომ რომ მისთვის მარხვა უცხო არასდროს არ ყოფილა, მარხულობდა არა იმიტომ რომ რაღაცა ესე იგი წესი შეესრულებინა, არამედ მისთვის მარხვა იყო სულის ესეთი გათავისუფლება, რომ სული ამბობდა რაღაცაზე უარს თავისი ხორცელი სიამოვნებისგან, რაღაცა სიამოვნებას ამ შემთხვევაში სულიც განიცდის. ერთგვარ სიამოვნებას, როდესაც ადამიანი ხორცელ თქმობაშია. განიცდის და აი ამ სიამოვნებაზე ამბობს უარს, ამბობს სხვა თავისუფლებაზე, უღებს კარს. და ეს თავისუფლება გახლავთ ის, რომ სული ბატონობს ამ შემთხვევაში სხეულს. და აი ეს მეხსიერებით გადადის იქაც. აი ეს გახლავთ ის მნიშვნელოვანი სწავლება, რომელიც აი ამ სახარებაშია წაკითხული და
ყველა ადამიანისთვის დიდი ნუგეში უნდა იყოს ეს. ნუგეში იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება ფუჭი არ არის, რომ ჩვენ გარდაცვალების შემდგომ არ გავქრებით. ჩვენი არსებობა გაგრძელდება, მაგრამ რომ ეს არსებობა ღირსეულად გაგრძელდეს, ამისთვის ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს. ამისთვისაც არის მოთხრობილი ეს აი ამ სახარებაში, ესე პირდაპირ არ არის ნათქვამი, მაგრამ აუცილებლად უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ იგივე სული დაუბრუნდა, რადგანაც მან დედა იცნო, რადგანაც ის თავის ახლო, მისთვის უცხო არ არის ეს გარემო. ნახეთ, რომ რაღაცა ესე უცხო ადამიანი გააღვიძო მსგავს სიტუაციაში ეს დასრული ადამიანი შეიძლება ფსიქიკური აშლილობისგან მოკვდეს შეშინებული, იმიტომ რომ ვერ წარმოიდგენს მსგავს რაღაცას. ეხლა ეს პატარა ბავშვი, რომელიც დაიბადება, იზრდება ამ გარემოში და ნელ-ნელა ეჩვევა ყველაფერს. იქ რაღაცას ხვდება, რომ ამას რო ხელი მოკიდოს, თქვა დაიწვება, არ შეიძლება, იქ რაღაცა ცივია, რაღაცა სველია. ამას ყველაფერს ეხლა წარმოიდგინეთ უცბად დასრული ადამიანი რომ გაჩნდეს, რომელსაც მეხსიერება არ გააჩნია. შეიძლება ვერ გადაიტანოს ეს მან აი რაღაცა ეს სამყაროს ფუსფუსი და ფუსფუსი და მაგრამ ასევე ისიც ნიშანდობლივია რომ სახარებიდან ჩანს აი ქალი არ ეუბნება ვთქვათ მაცხოვარს არ თხოვს რომ გაუცოცხლოს ან თვითონ კი არ თხოვს დახმარებას უფალი თვითონ თავისი ინიციატივით აღადგენს გარდაცვალებას. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გახლავთ ესეც, იმიტომ რომ მაცხოვარი არ არჩევს ვთქვათ ადამიანს, რომელსაც დახმარება სჭირდება, რომ ის ვინ არის, როგორ რა წარმოშობისაა, ვთქვათ, რა ეროვნებისაა და რა რელიგიური აღმსარებლობისა, იმიტომ რომ ჩვენ მრავალი მაგალითი გვაქვს, რომ იქ ვიღაც სამარიტელი განიკურნება, იქ ვიღაც სხვა ამბობს კიდეც მაცხოვარი, როდესაც მადლობისთვის არ დაბრუნდებიან, ერთი სამარიტელი დაბრუნდა მადლობა და დანარჩენები სად არიან. ასე რომ აი აქ ამ შემთხვევაში შეიძლება ამ ქალბატონს საერთოდ არც კი იცის ვისთან აქვს საქმე. იმიტომ რომ ეს პროცესია რომ მოდის წარმოიდგინეთ ეხლა არ ამგონია რომ ამ ქალბატონს იმის თავი ქონოდა რომ ხალხი ეთვალიერებინა ვინ შეხვდებოდა და ვინ არ შეხვდებოდა. აქ იქნებოდა რაღაცა ძალიან სასოწარკვეთილება მისი ალბათ თავსაც კი ვერ წევდა მაღლა და წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნებოდა ასე რომ ვერც კი წარმოიდგენდა რომ ეხლა ღმერთ კაცს შეხვდებოდა და რაღაც ესეთი სასწაული მოხდებოდა მისთვის ალბათ თუმცა კი ალბათ ლოცულობდა გულში სავარაუდოდ ესეთი პატიოსანი ცხოვრებით ნაცხოვრები ადამიანი იყო იმიტომ რომ სახარებაში ეს რაღაცა ხაზგასმულია რომ ქვრივია და ერთადერთი შვილი ყავს და აი ეს ნუგეშია იყო მისთვის ეს ერთადერთი შვილი და მაცხოვრის აი ეს შეჩერება ამ პროცესთან გახლავთ სწორედ ის უდიდესი მოწყალება და კიდევ ერთ რამეზე შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ რომ მაცხოვარი როგორ იზიარებს ადამიანის მწუხარებასაც და სიხარულსაც ჩვენ საპირისპირო მაგალითით შეგვიძლია მოვიხმოთ როდესაც მაცხოვარი ქორწილშია და მათთან ერთად ხარობს ანუ ღმერთისთვის უცხო არ არის არ ჩვენი მწუხარება და არ ჩვენი სიხარული ის აი ამ თანაგრძნობაში ყოველთვის შემოდის ადამიანთან ჩვენთვის უხილავად რა თქმა უნდა იმიტომ რომ შეუძლებელია მსგავსი მწუხარება გადაიტანოს ადამიანმა თუ არ ექნება ისეთივე ნუგეში როგორც აი ამ ქვრივმა მიიღო და სწორედ ეს არის ნუგეში რომ აღდგა მისი შვილი და ჩვენც ამით ვნუგეშობთ რომ ჩვენი მიცვალებულები აღდგებიან აუცილებლად და ჩვენც აღდგებით მათთან ერთად აი ეს არის ნუგეში. ამ შემთხვევაში მაცხოვარი აი ამ მწუხარებას იზიარებს, თანამონაწილე ხდება ამ მწუხარებისა. იმდენად რომ მისთვის ეს ადამიანური უცხო არ არის, იმიტომ რომ თვითონ არის განკაცებული ღმერთი. ძალიან დიდი ნუგეშია სწორედ ეს სახარება, აი ამ დღეებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩვენი ნაცნობით სამწუხაროდ გავიდა ამ ქვეყნიდან 25 წლის ფოტოგრაფი ცნობილი 12 წლის ბავშვი ავარიაში გარდაიცვალა და მოკლედ დღესაც ძალიან სამუგეშოა ხო ეს სახარება იმ გარდაცვლილების დედებისთვის და მათი მშობლებისთვის ახლობლებისთვის ყველა ადამიანისთვის საერთოდ ვისაც შეიძლება გარდაცვლილი აყავს მაგრამ რაღაცა თუნდაც დიდ ცოდვაშია სინანულშია და რომ ყველაფერი არ მთავრდება და რთულია ძალიან მათი მდგომარეობა ნუგეში ყოველთვის არსებობს დიახ რთულია ეს მდგომარეობა იმიტომ რომ აი ჩვენ რომ რაღაც აქედან ვესაუბროთ ესეც არ არის ადვილი, მაგრამ არ უნდა იყოს ჩვენი საუბარი მხოლოდ ის მიზანი, რომ რაღაც მოვალეობას მოვიხდი ახლა რომ ადამიანი ესეთ უნუგეშოთ არის და მე რაღაცა ორ სიტყვას ვეთქვი. უბრალოდ სარწმუნოებაში უნდა გაძლიერდნენ და აი ესეთი მაგალითებით უნდა გაძლიერდნენ. სწორად და მე ვურჩევ რომ აი მოძღვრებთან მსგავს სიტუაცია როცა არის ოჯახს ესეთი გასაჭირი და განსაცდელი აქვს, მოძღვართან იქონიონ ხშირი კონტაქტი აუცილებლად და მოძღვარი აი ამ სანუგეშო სიტყვებს იმიტომ კი არა რომ დაამშვიდოს. რაღაცა არის ესეთი მდგომარეობაც რომ ოღონდაც ადამიანი დაამშვიდო და რაღაცას მოიფიქრებ. ეს არ არის მართლა რეალურად ეს არის რომ ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია.
ანუ ადამიანის სული არ შეიძლება მოკვდეს. ის არის ღვთისგან მონაბერი სული და ღმერთის მიერ მოცემული სული და არ შეიძლება ის რომ მოკვდეს, არ შეიძლება ის უკვალოდ გაქრეს. და აუცილებლად აი ქრისტიანული სარწმუნოება სწორედ ეს არის რომ რაღაც დროს ველოდებით, როდესაც ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით და ეს დრო დადგება. მაგრამ ამისთვის ღირსეული მომზადება გვჭირდება, იმიტომ რომ შევხვდეთ ერთმანეთს და იმიტომ რომ კარგად ვიყოთ ერთად. და არა თქვა სხვადასხვა მდგომარეობაში და ჩვენ შეგვიძლია აქედან ძალიან დიდი დახმარება გაუწიოთ მათ. ჩვენ და განსაკუთრებით მშობლებს, განსაკუთრებით დედას, რომლის ესე იგი ლოცვაც არის აი მართლაც სასწაულებს ახდენს, ისევე როგორც აი ამ ქრივის ცრემლმა მოახდინა სასწაული. ფაქტიურად აი ამ ადამიანის დამწვარმა გულმა მოახდინა ესეთი სასწაული, რომ მაცხოვარი შეჩერდა და ესეთი თანაგრძნობა გამოიჩინა და ყველა ესე იგი გლოვიარე ნუგეშინის ცემული იქნება ჩვენ ეს ვიცით მაცხოვრის აი ამ ნეტარებების მუხლებში ერთ-ერთი არ ნეტარეყვნენ გლოვარენი რამე თუ იგინი ნუგეშინის ცემული იქნენ და ივანე ოქროპირი ამას განმარტავს ესე რომ გლოვარენიო არა მარტო თქვათ ადამიანი არის რომელიც საკუთარ ცოდვებს იგლოვს და აი ამ გამოსყიდვის მიზნით თქვათ შეიძლება ცრემლითაც კი ინანიებდეს და გლოვარებას ნიშნავს ესეც მაგრამ ამის გარდა ნახეთ სხვა მდგომარეობაც არის გლოვარეობისა და ამას გულისხმობს ივანე ოქროპირი აი ამ თავის განმარტებაში რომ მაგალითისთვის მოყავს ესეთი რომ დედას რომელსაც გარდაეცვალა შვილი მისთვის უკვე აღარ არსებობს რაღაცა ამ ქვეყნიურზე ფიქრი და ლაპარაკი ხომ იქ რაღაც დაიწყოს რომ დღესაც წავიდეთ და ხვალ რა შევჭამოთ ამაზე აღარ ლაპარაკობს ეს ადამიანი ერთადერთი საზრუნავი არის მისი შვილის სული როგორ მიხედოს მან თავის შვილს როგორ შეიძლება გააცოცხლოს მან თავისი შვილი ესე შეიძლება ვთქვათ პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობითაც კი და ამისთვის აკეთებს ყველაფერს შეიძლება ძალიან დიდი ღვაწლი იტვირთოს ჩვენთვის უხილავი და უცნობი საერთოდ საწოლშიც კი აღარ დაწვეს და დღე-დაღამე ლოცვად იდგეს და აი ესეთი მოღვაწეობა სწორედ ესეთი ესე იგი გულმხურვალე მოღვაწეობა დედისა აუცილებლად შედეგს მოიტანს მისი შვილის საცხოვნებლადაც რა თქმა უნდა და ეს ადამიანიც აუცილებლად ნუგეშინის ცემული იქნება იმიტომ რომ არ დატოვებს მას ღმერთი უნუგეშოთ ისევე როგორც ეს ქვრივი დედაკაცი უნუგეშოთ არ დარჩა და აღდგენილი იქნა მისი შვილი მკვდრეთით დიახ რეჟისორმა შეგვატყობინა ახლა ჩვენ რომ რამდენიმე ქალბატონმა დარეკა შუმპლარმა დედებმა და თქვენ მადლობა გადაგიხადეს იმისათვის რომ ესეთი სანუგეშო სიტყვები ბრძანეთ მათ სანუგეშო სიტყვები სახარებისეული ასე რომ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის რომ ჩვენ უნუგეშოთ არასდროს არ ვართ რა მდგომარეობაც არ უნდა კონდეს ადამიანს სულიერი როგორი გასაჭირიც არ უნდა კონდეს ხშირად ამბობს ამას ჩვენი პატრიარქი რომ არ არსებობს ჩიხი ყოველთვის არსებობს რაღაცა კარები ყოველთვის არსებობს გამოსავალი და აი ამას ჭირდება მოძებნა და სახარებაში ჩვენ ყველაფერზე გვაქვს პასუხი სახარებისეული სიბრძნე არის აი ჩვენი ცხოვრება არის ეს ყველაფერი და არ არსებობს შეკითხვა რომელსაც პასუხს არ სცემდეს სახარება. და პატრიარქი ხშირად გვახსენებს ხოლმე სიბრძნეს, რომ სიხარულია დასაწყისი მწუხარების და ხშირად მწუხარება არის დასაწყისი სიხარულის, დიდი სიხარულის. აი ეს ნუგეშინის ცემა უფრო იმიტომ რომ ამ ქალბატონს მე ვფიქრობ ამ ვაჟის რომელსაც შვილი აღუდგა მკვდრეთით თავისი ვაჟის დაბადება ისე არ გაუხარდა როგორც მისი მკვდრეთით აღდგინება. ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ დაბადება შეიძლება ესე ითქვას ახლა უხეში შედარებისთვის, რაღაცა ხორციელი პროცესია, სიხარულია, ძალიან დიდი სიხარულია, შეიძლება ამას დიდი იყოს რომ შვილი დაიბადა, მაგრამ ნახეთ ხორციელთან ერთად როგორი სულიერი ნუგეშია რომ მკვდრეთით აღდგა მისი შვილი. რაც იმას ნიშნავს რომ არ მოკვდება არასდროს, კი გარდაიცვლება, იმიტომ რომ აღდგა როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. ისევე მოხდება მისი გარდაცვალებაც, ისევე როგორც მისი დედაც გარდაიცვლება და შეიძლება დედა უფრო ადრე და შვილმა უფრო მეტხანს იცოცხლოს და ესეც არის კანონზომიერად. მაგრამ უკვე როგორი ნუგეშია მისთვის, როგორი ნუგეშინის ცემა აქვს ადამიანს რომ მე რა რომ გარდაიცვლება. არსებობას განაგზობს და მისი შვილი იცის რომ იარსებებს მასთან ერთად. არ იქნებიან ისინი ისე რომ ვეღარ ნახავენ ერთმანეთს. ასე რომ ეს არის უდიდესი ნუგეში, ეს არის უდიდესი სწავლება აი ამ სახარებაში მიუხედავად იმისა რომ მოცულობით ესე თავიდანვე აღნიშნე. ორიოდე სიტყვით შეიძლება ვთქვათ რომ მართლა სათაური თვითონ ამბობს ყובה რომ ნაინელი ქრივის ესე იგი გარდაცვლილი ვაჟის აღდგინება ესე ქვია ამ სახარებას მაგრამ უდიდეს სწავლებას გულისხმობს სულის უკვდავების შესახებ აი მეხსიერების შესახებ რაც სულს იქეთ გადაყვება და მისთვის უცხო არ იქნება ის სიყვარული რომელთაც აქ ადამიანები უყვარდა და ერთმანეთი ჩვენ გვიყვარს და არ იქნება უცხო ჩვენთვის
არც ერთი ვთქვათ აქაური რაღაცა სიხარული განცდილი თუ რაღაც სოციალურ სახარებაში აღარ ჩანს ხო დედის მდგომარეობა უკვე შემდგომი აი ერთადერთი რაც შეასრულა მაცხოვარმა აღადგინა და თავის დედას გადასცა ანუ ეს გახლავთ უდიდესი ნუგეში რომ თავის დედას მისცა და სავარაუდოდ ეს ვაჟი რომელიც ალაპარაკდა პირველი ალბათ იქნებოდა მანუგეშებელი სიტყვები რომ ნუგეშინია დედა რომ მისთვის ენური რომ რაღაც ეს მოჩვენება არ არის რაღაც ეს ხო შეიძლება ამ სასოწარკვეთილმა გონებამ ყველაფერი წარმოედგინოს და რაღაც ფანტაზიას ესეთ ფრთები შეასხას და ესე იფიქროს და ადამიანმა შეიძლება იფიქროს რომ გავგიჟდი და არ არის ეს სინამდვილე მაგრამ სინამდვილეა იმიტომ რომ ხელით შეხება შეუძლია და მოსმენა გადასცა ნიშნავს რომ ხელით ეხება თავის შვილს ანუ ეფერება და ისმენს მის სიტყვებს რომ ნუგეშინია დედა ასე რომ ყველა კიდევ ერთხელ ესახარებაც ალბათ უსვამს იმას მართლაც რომ აი ყველა ადამიანი ვინც კი დაბადებულა ამ სამყაროში და ვინც კი დაიბადება მომავალში აი მართლაც ყველა აღდგება და ყველა ძვირფასია და მნიშვნელოვანია ღვთისთვის და ყველას ტკივა. რა თქმა უნდა, ყველას გადარჩენა სურს უფალს. ისე რომ სამუგეშოა ნამდვილად ესახარება და მადლობა თქვენ ამისათვის რომ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეთ ამ მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენც და ჩვენი ტელემაყურებელიც. საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი საუბრობდა სტუდიაში. გრძელდება გადაცემა. ლოცვის დროა, ხო, წმინდა ვარდი გვასწავლეს შევახსენოთ თორეთ შეგონება რომ როდესაც ძილისაგან გამოფხიზლდებიო, გამოყავი 1 საათი ან თუნდაც საათის მეოთხედი და მსხვერპლად შესწირე უფალ სავედრებელი და სამადლობელი ლოცვა იმისათვის რომ კიდევ ერთი დღე გაგვითენდა. ვილოცოთ ახლა უფალს ტელემაყურებლებო და დავბრუნდებით საინტერესო თემებით, საინტერესო სტუმრებთან ერთად იყავით ჩვენთან.